მოგესალმებით. ამჯერად ვისაუბრებ საკითხზე, რომელიც ეხება იმ ჯილდოს, რომელიც უფალმა თავის მორწმუნე დარგუნა. რისთვისაც მიმართავ ბიბლიას. თუ დაიცავთ უფლის მიერ დადგენილ კანონებს, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები. არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი და თქვენ არ იცით და არც შეიძლება იცოდეთ, რომ რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი წინასწარმეტყველთ გაგვიმხილა ღმერთმა ის საიდუმლო თავისი სულით, ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს და მათ შორის ხვდის სიღრმეებსაც. ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სული წმინდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განმარტავთ. ვინაიდან და რადგანაც შემწევს უნარი სულიერითვე განმარტებისა, ამიტომ ჩემი ვალდებულებაა ფარდა ავხადო საიდუმლოს, ბოლო ჟამის დროისათვის განკუთვნილი იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც უფალმა თავის მორწმუნე დარგუნა. რისთვისაც მოვიშველიე ბიბლიურ ცნობას იმ 154,000 ბეჭედასმულის არსებობის თაობაზე, რომელთაც გენეტიკური ნაყოფები ეწოდებათ და სწორედ მათ მისაღებად იქნა დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის 1000 წლეულები. თუ რას წარმოადგენს ადამიანთა ეს კატეგორია, მათ შესახებ გაცნობებთ შემდეგს. ისინი უკვე ჩამოყალიბებული არიან ისეთ პიროვნებებად, რომელთაც წინაპართაგან მემკვიდრეობით ერგოთ სულიერი და ხორციელი თანამშრომლობის საუკეთესო ვარიანტების განხორციელებით მიღებული გენი, რომელსაც შეძენილი ექნა გონიერად აზროვნების უნარი, რადგანაც ეს პიროვნებები საკაცობრიო გენეტიკის ნაყოფად არიან შერაცხულნი და მათ ეწოდებათ ბეჭედდასმულები, ანუ მადლიერნი. რაც იმას მოწმობს, რომ მათი არსებობის დრო საკაცობრიო ბოლოჟამის პერიოდია. ბიბლია 154,000 მადლიერის შესახებ იუწყება შემდეგს. მათ ჯერ დედამიწაზე უნდა მოახერხონ სამვე ცხოვრების შექმნა, ვინაიდან სწორედ კაცთმოყვარეობის გრძნობის წარმოშობა განამტკიცებს ადამიანებში კეთილი გრძნობებისა და თვისებების გაღვივებას. რაც მოტივს აძლევს მათ საიმისოდ, რომ ერთმანეთზე უანგაროდ იზრუნონ, რის გარეშეც ვერ მოხდება ღმერთის დიდება ადამიანთა მიერ, რაც საბოლოოდ დაგვეგვინდება სრულყოფილი სიყვარულის გრძნობის შეძენით. ხოლო ასეთი გრძნობის ჰქონის გარეშე ვერ მოხერხდება იმ სამყაროში ტელეპორტირება, რომელიც გამზადებულია და რომელშიაც მათ ახლას წინავთ. ამ განაცხადს დავამოწმებ ბიბლიით. იმოქმედეთ, რადგან იცით, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ეს ცნობა გულისხმობს ჯერ დედამიწაზე გონების გამოღვიძებას და შემდეგ უკვე სამყარო ყუფში მძინარეთა გაღვიძებას. ამ საკითხთან მიმართებით მინდა შევეხო ისეთ საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანს ახელვებს. რადგან არავინ არის ისეთი, ვისაც გარდაცვლილი არ ყავდეს ვინმე, ვისაც მის გულში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო გარდაცვლილთა შესახებ და გაცნობოთ იმის შესახებ, აგრძელებს თუ არა ადამიანი საიქიოში ცხოვრებას. ამ საკითხის გარშემო ბევრს მსჯელობენ ადამიანები და მათ ნაწილს ჯერა საიქიოს არსებობისა, ნაწილს კი არა. თუმცა ყველა მსჯელობა, რაც ამ საკითხს შეხებია, ვარაუდებზე და სიზმრების ხილვების დონეზეა დაყრდნობილი. ამიტომ ჯერაც ვერ არის ვერავინ მყარად დარწმუნებული საიქიო ცხოვრების არსებობა არ-არსებობაში. დაისმის კითხვა, შეუძლია კი ადამიანს ამ საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება? პასუხი ასეთია, რა თქმა უნდა შეუძლია, რადგან ღმერთმა ადამიანი ისეთ გონიერ არსებად შექმნა, რომ მას თავის მსგავსი უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ისეთი ფენომენის მქონე არსებაა, რომ მას ყოველივე იმის შეცნობის უნარი აქვს, რაც მასთან კავშირშია. რა თქმა უნდა, ამას თავად მართლა მოისურვებს ვინმე. ახლა კი იმასაც განმარტავ, თუ რა იგულისხმება მართლა მოსურვებაში, რადგან ვინმეს ის მხოლოდ სურვილში არ აერიოს. ადამიანური ფენომენის შესახებ ცოდნის ძიებას მოანდომა მეცნიერებმა მთელი თავისი არსებობის პერიოდი.
რომელიც 1000 წლეულებს მოიცავს. მაგრამ შედეგად რა მიიღო? რადა ის, რომ ადამიანი საერთოდ ვერ იცნობს თავის შესაძლებლობებს და თანაც იმდენად, რომ საკუთარ ჩვევებთან შეწინააღმდეგებაც კი არ შეუძლია. სხვა დანარჩენზე, რომ არაფერი ვთქვა. რატომ მოხდა ასე? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ადამიანმა თავისი ცნობიერება, რომელსაც ღმერთმა უფლება მისცა, რომ საკუთარი სურვილების საფუძველზე წარმართა თავისი ბედი, ცოდვების გზის მიმართულებისაკენ წარმართა. რომელი გზაც იმ სიცრუის მორევში ითრევს ადამიანებს, სადაც სიკვდილია. სინამდვილეში კი ადამიანი ისეთი უნიკალური ქმნილებაა, რომ ყველა ის ცოდნა, რის დაძებნელადაც ის დაეხეტება ყველგან, გონებაში აქვს ჩადებული და აზროვნების მეზობლად მდებარეობს. მაგრამ აზროვნებას მასთან შეხება და მისგან ცოდნის გამოტანა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ კი იმ სამყაროსეულ კანონებს დაიცავს, რომელიც ღმერთმა სპეციალურად ადამიანთათვის დაადგინა. თანაც მისი დაცვაც როდია მათთვის ძნელი და მით უმეტეს შეუძლებელი. ვინაიდან ადამიანთა ბუნებას უთანაგზნო შემოქმედმა, როცა მათ ამ კანონებს უწესებდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საიქიო არსებობს თუ არა და თუ კი არსებობს რა ხდება იქ, ამის ცოდნა ხელმისაწვდომია ადამიანისათვის მაშინ, როცა მისი ცნობიერი ქვეცნობიერთან ითანამშრომლებს. და ასეთ კავშირს კი გონიერად აზროვნება ჰქვია. დიახ, ასეა. გონებასთან განუშორებლობა ადამიანს ყოველივე იმ კითხვაზე გასცემს ჭეშმარიტ პასუხს და კითხვაც მას გაუჩნდება აზროვნებაში. ვინაიდან ღმერთმა ისეთ არსებად შექმნა ადამიანი, რომ მის აზროვნებაში ვერაფერი დაიბადება ისეთი, რის შესახებ ნამდვილი ინფორმაციაც არ იყოს გონებაში. აქ ცოტათი მთავარი თემიდან გადავუხვევ და იმ საკითხს შევეხები, რომელიც მართალია ირიბად ეხება მას, მაგრამ მეტად საინტერესოა. და მასზე ჭეშმარიტი პასუხის ცოდნაც სავალდებულოა ადამიანთათვის. საქმე ეხება ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისა თუ ფილმების შექმნას. საიდან მოსდის ადამიანს მათ შესახებ იდეები და რატომ უწოდებს მათ გამოგონილს? არის კი ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ არსებობს და ადამიანს კი შეუძლია მისი გამოგონება? პასუხი ასეთია. ადამიანს არაფრის გამოგონება და მოგონება არ შეუძლია ისეთის, რაც სინამდვილეში ამ სამყაროში არ არსებობს. ვინაიდან ადამიანის ცნობიერი შექმნილი არის იმ გრძნობთა ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელთა აღქმითი შესაძლებლობანიც ამ სამყაროს არ სცდება. თვით გონებაშიც კი არ არის ის წარმოსახვითი ცნობები, რომელიც კუბის სამყაროს შიგნითაა და ეს იმიტომ, რომ ეს გონება აზროვნების გასაწორთნელად არის შექმნილი. და როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური ცნობით დავამოწმე, ადამიანური ფენომენისათვის არის სპეციფიკურად შექმნილი. მაშინ საიდან მოსდის ადამიანს ის ფანტაზიები, რომლებიც წიგნთა თუ ფილმთა სახით საკმაოდ დიდ რაოდენობად არის დაგროვილი? მოგახსენებთ პასუხს. საქმე იმაშია, რომ ეს სამყარო ქმნილებაა ისევე, როგორც ადამიანი. ყოველ ქმნილებას კი მისი შექმნის პროგრამა გააჩნია და ასევე მისი საფუნქციოც. ამ სამყაროს ფუნქციონირება, რომ კანონზომიერია, ამის შესახებ ცოდნა უკვე ცნობადია ადამიანთათვის და ისიც, რომ თავად ადამიანი არის მისი განუყოფელი ნაწილი, რაც თავისთავად ფუნქციონალურ მსგავსებასაც გულისხმობს. ადამიანთა შემთხვევაში ჩვენთვის თვალსაჩინოდ არის მისახვედრი ამ პროგრამის მოქმედება, დაბადება, გაზრდა, სიჭარმაგე, სიბერე, გარდაცვალება. ხოლო ყოველივე ამის დანახვა იმიტომ ძალგვიძ, რომ ეს პროგრამა გათვლილია მცირე დროში. მაგრამ სამყაროს მაკრო ელემენტებისათვის კი ეს დრო გათვლილია იმდენად ხანგრძლივ პერიოდად, რომ მცირე დროში მოარსებე ადამიანს მისი ხედვით შეცნობა არ შეუძლია. თუმცა ცოტა გონიერებას თუ მოუხმობს, დედამიწაზევე შეუძლია საარსებო დროის განსხვავებათა შეცნობა დედამიწაზე ბინადრულ ცხოველურ და მცენარულ სფეროს მიხედვით. ახლა კი აზროვნებასა და გონებაზე მინდა გიამბოთ. როგორც ცნობილია, მათი საკონტაქტო საშუალება სიტყვებია და საერთოდაც ადამიანის მიერ სამყაროსეული აღქმაც სიტყვიერი შეფასებების მეშვეობით ხდება. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, ღმერთი ერთია და თანაც მიუკერძოებელი არის ნებისმიერი ადამიანის მიმართ. რისის დადასტურიც ადამიანთა აგებულებითი სტანდარტულობაა. რაც მიღწეულია იმით, რომ ყოველ ადამიანს მიცემული აქვს ერთი და იგივე კატეგორიის სული, რომელსაც აქვს ერთნაირი პროგრამის მომცველი გონება.
დავამოწმებ ამ ცნობებს ბიბლიით. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანი სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანი სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია და ამოქმედებს ყველას ყველაფერში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა იმავე სულით და ზოგსაც განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს ეძლევა სასწაულთ მოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება. ყოველივე ამას კი აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს როგორც ნებავს. თავისთავად მისახვედრია ისიც, რომ გონების ჩანაწერის ერთ ენაზე იქნება შესრულებული და ასია კიდეც. თავდაპირველად მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა ჰქონდა და შემდეგ კი მოხდა ენის არევა. წარმოდგენილი ცნობებიდან მისახვედრია, რომ თუ კი ადამიანი უცოდველად იცხოვრებს, მაშინ მისი აზროვნება იმ სიტყვებით შეივსება, რომელიც გონებაშია და ისიც სამყაროს აღიქვამს გონების ენით. გონების ენა კი ის ენაა, რომლითაც ბედისწერა იქმნება. როგორ იქმნება ბედისწერა? იმ პროგრამით, რომელიც მათემატიკურ წესებზეა დამყარებული და ასოთა მოხაზულობა კი გამოყენებულია სახიერი ფორმის მისაცემად. ვინაიდან და რადგანაც ადამიანებმა ცხოვრებისეული გზა ცოდვების გზით წარმართეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ცნობიერში დამახინჯებით ხდებოდა ასოფლიერათა წყობის აღქმა. შესაბამისად, სიტყვებით სახეცვლილებებს განიცდიდა და ბედისწერაც ისეთ ფიგურებს ქმნიდა, რომელიც გონებაში ჩაწერილს არ შეესაბამებოდა. აი ასე წარმოიშვა ის ფანტასტიკური პერსონები, რომელნიც სინამდვილეში არიან არსებულის მახინჯი ფორმა. ხოლო რაც შეეხება მათ რეალურ არსებობას, ისინი არსებობენ მატრიცული ფორმით და შექმნილი არიან იმ ადამიანთა ძალით, რომელთა რაოდენობაც უკვე იმდენად ბევრია, რომ სამყაროს ნორმალურად ფუნქციონირებას შეუქმნეს საფრთხე. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამყაროც უკვე მისულია იმ დროზე, რომელიც მის გარდასახვას გულისხმობს. ალბათ უკვე მიხვდით იმას, რომ ადამიანთა მოდგმა საყოველთაო განგიტყვის წინაშე დგას და რაც უფრო დროულად გაითავისებს ამ სინამდვილეს ისინი, ვისაც ამის შემცნობის უნარი აქვთ შემორჩენილი, მით უკეთესი იქნება, როგორც მათთვის, ისე მთელი კაცობრიობისთვისაც. ვინაიდან ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი საიმისოდ, რომ ადამიანებმა შეასრულონ ის მისია, სანამდვილოდაც შექმნა ისინი ღმერთმა. ახლა კვლავ თავის თემას დავუბრუნდები და საიქიო ცხოვრებაზე გიამბობთ. როგორც უკვე ხედავთ, ამ სამყაროში არაფერი იქნება, არამედ გადადის ერთი სახეობიდან მეორეში. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სამყაროში მიკერძოებულება არ არსებობს და ყველა კანონი საყოველთაოა სამყაროს შემადგენელ ნებისმიერი ნაწილისათვის. რა თქმა უნდა, მის ტიპთან გათვალისწინებული სახით. ასევეა ადამიანის შემთხვევაშიც. და თუ კი ადამიანის სხეული ვეღარ თანამშრომლობს სულთან, ისინი შორდებიან და ცალ-ცალკე სამყაროში განთავსდებიან. თუმცა მათი საერთო ქმნილება აზროვნება, რა თქმა უნდა, არ ქრება და სულს ის მიყავს იმ ადგილას, სადაც ცხოვრება ან დაიმსახურა ადამიანური სხეულით მოღვაწეობის დროს. ხოლო იქ ის, სადაც არის სხეულად წოდებული იმ გარემოსთვის შესაბამო სამოქმედო აპარატი ეძლევა, რომელიც არც აქაურ სხეულს გავს და თანაც არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი სურვილით დაეკონტაქტოს აქაურ ადამიანს. მაგრამ სამაგიეროდ დედამიწელ ადამიანებს აქვთ იმის შემძლეობის უნარი, რომ მათ მისცენ უფლება დაკონტაქტებისა. ამ საკითხზე მეც აღარ გავაგრძელებ, რადგან ის სპეციალური ცოდნის მომცველი ინფორმაციაა და თანაც საკმაოდ მოცულობისაც და არც ყველასათვის ხელმისაწვდომაც გასაცხადებელი. ახლა კი მინდა გავგრძნობთ იმის თაობაზე, თუ ღმერთის მიერ დაწესებულ რა ჯილდოზეა საუბარი და ვინ და როგორ უნდა მიიღოს ის. ამ საკითხის შესახებ საუბარს დავიწყებ ბიბლიის ამ ცნობით. უფალო, შენ ახლო ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან. მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩვენამდე იყვნენ? ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან? მითხრა, გვირგვინს მივამსგავსებს ჩემს სამართალს. არც უახლესთა დაყუნება იქნება და არც წინაპართა სისწრაფე. ნუ თუ ვერ შეძლებ ერთად ქნა ყველა, და უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი. მიპასუხა, არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს. ვერც წუთი სოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შექმნილი.
კითხე დედაკაცის საშოს და უთხარი, თუ კი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ თქო, მოსთხოვე ბარემ 10 ვერტად გააჩინოს. თქვი ვერაფრით შეძლებს. მხოლოდ რო გამოშვები თუ შეძლებს მეთქი. მითხრა. მეც მივეცი მიწის საშო იმად ჟამიდან ჟამზე რომ მითესებიან მასში. როგორც შვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი. ამის შემდეგ კი გადავალ ამ ცნობაზე. იმოქმედეთ, რადგან იცით რომ დადგა ძილისგან თქვენი გამოღვიძების ჟამი და ჯერ გადაცვლები აღდგებიან და მერე კი ცოცხლად დარჩენილები. მოკლედ გაცნობებთ ამ ცნობების განმარტებას. როგორც უკვე იცით, ეს სამყარო ადამიანისათვის აზროვნების გასათვალ და მისგან გონიერების ნაყოფის მიმღებ ლაბორატორიას წარმოადგენს. რადგანაც ბიბლია იუწყება 144,000 მადლიერის არსებობის თაობაზე, რომელნიც ტელეპორტირდებიან სამყარო კუბში და გააგრძელებენ სიცოცხლეს, ეს ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ის წინაპრები, რომელთა დამსახურებითაც მოხდა გონიერი გენის გამოყვანა და მემკვიდრული წესით თაობიდან თაობაზე გადაცემა, მოკლებული იქნებიან ამ წყალობას. ცხადია, ეს 100 არ არის და ისინიც ისევე ტელეპორტირდებიან სამყარო კუბში, როგორც ის 144,000 მადლიერი. ოღონდ ჯერ მათი ტელეპორტირება უნდა განახორციელონ დედამიწელმა 144,000-მა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებენ თავად გადასვლას. თუ როგორ უნდა შეძლონ ეს მათ, სწორედ ამ მისიის აღსრულების სტადიაში გადადის ახლა მსოფლიო და როგორადაც ხედავთ, გარდამავალ პერიოდს არმაგედონის პროცესი არეგულირებს, რომელიც მოქმედებს იმ კაცად განსაზღვრული კანონმდებლობის ფონზე, რომელზედაც გაცნობებთ ის ცოდნა, რომელიც უკვე საკმაო ხანია გამოქვეყნებულია და რომელიც ამ პერიოდის გადალახვისათვის და ეხმარების გაწევის მიზნით შემაქმნევინა ღმერთმა.